პირ ეთერში ჩვენი სტუმრები არიან შოთა ძაგნიძე და დავით სულაქველიძე, როკ მუსიკოსები. უღრმესი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან მიხარია რომ ჩვენთან ხართ. პირველ რიგში ძალიან მაინტერესებს ესეთი ამბავი. საბჭოთა კავშირის დროს როგორ მოხდა როკი, როკ მუსიკა საქართველოში? როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? პირველი ფირფიტა რა იყო, რომელიც თქვენ ხელში ჩაგევარდათ? როგორ ეზიარეთ როკ მუსიკას? პირველი ფირფიტა გახსოვს შენ პირველი ფირფიტა? მე მახსოვს, კი. ჯერ გეტყვით, აი, ჩვენ ვიყავით პატარები ძალიან. ნუ ეს იმდენი ხნის წინ იყო. გეტყვით წლებს არ დავდა. ნახევარი საუკუნის წინ იყო დაახლოებით. ცოტა შეიძლება მეტიც. მე 10 წლის ვიყავი მაშინ, დათო ცოტა უმცროსია ჩემზე. არა, პირი. და უცებ ისე მოულოდნელად გაჩნდა ეს ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში და მთელი საბჭოთა კავშირი, მე ვესაუბრე არა ქართველ როკ მუსიკოსებსაც და ზუსტად იდენტურად ხდებოდა თურმე ყველაფერი. და ეს პირველად აი არც მახსოვს ბაბინებიანი მაგნიტოფონები იყო და იქიდან გავიგეთ. და მე გაჩნდა ჩვენ სახლებში VF 12 იყო. სპიდოლა და ასრულებდა იგივე როლს, რასაც დღეს ინტერნეტი ასრულებს. იქიდან ვიგებდით პოლონეთზე ეძახიან რომ პოლონეთის გადატრიალება ქსეროქსებმა მოაწყეს რომ ბევრს ასე ვეფის სპიდოლა იყო რომელმაც დაანგრია საბჭოთა კავშირი. და პირველი ეს რაც ჩვენ ყურს მოხვდა იყო რაღაც საოცრად უცხო და საოცრად შინაგანად ნაცნობი თითქოს. ამ დროს ნუ აბსოლუტურად ფაკულტურის ეს იყო ბიტლზი. ჩემთვის პირველად რეი ჩარლზი მოვისმინე და ბიტლზი რომელმაც ნუ წაგვაქციეს უყველა. რეი ჩარლზი იყო რომელიც ესე პირველად მოვისმინე და ნუ ბიტლსი დასაგურელია. ბიტლსის ესე იგი ბიტლსის ხაშურის ამერიკული ანსამბლებიც აი ბიჩ ბოის ეს უკვე მე 65-66 წლებში ესეთ. და პირველად ეს იყო ბიტლსი. უფრო მეცაც თბილისის რადიომ გადმოსცა თუ არ მეშლება 66-ში თუ 67-ში ბიტლსების მთელი დისკი ეს ღამე იყო და თბილისი ელოდ არა სპეციალურად და ეს იყო ყველაზე სუფთა ჩანაწერი რაც ჰქონდა. ერთი რაღაც შემიძლია კიდევ თქვა რომ ეხა ბოლო დროს რაღაც ზოგს ვამჩნევ რომ ძალიან წამებულის მანტია უნდათ მოისხანდა ნუ აი და არა ვინ მაშინ ეცით რა შინაგანად გვითანაგრძნობდნენ სკოლის პედაგოგებიც შემდეგ ინსტიტუტშიც რექტორატი და ასე შემდეგ და ეხა მე გეტყვით უცებ რა ხდებოდა მე-60 სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი და მერე გეტყვით რა მუსიკოსები გაიზარდნენ იმ სკოლიდან. დათო გეტყვით პირველი სკოლის ისტორიას. 65 წელში, კარგად მახსოვს, ჩვენს რადიო კვანძი ქონდა ყველა სკოლას და შესვენებებზე თამაზ კაპანაძე, მაო რთავდა ბიტლზის პირველი ალბომები იყო მაშინ Please Please Me და For Sale. მეტი ჯერ არ იყო გამოსული. და ეს მთელი პერიოდი, სანამ სკოლას დავამთავრებდით, იმართებოდა სკოლაში ეს როკ კონცერტები, გია ძაგნიძე იყო პირველი ნოვატორი და ირაკლი კალანდაძე და იქ რა ხდებოდა ახლა ნუ ძნელი აღსაწერი. ახლა ეს გაგრძელდა სკოლის დამთავრება და შემდეგ გადავინაცვლით მე მართალი არ ვსწავლობდი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, აი თქვენს გადაღმა მეორე კორპუსში, იქ იყო ასე ვთქვათ მაოს ბუნაგი და მანამდე გპ-ში ნუ ჯაზის ტრადიციები იყო ძალიან უფრო 50-იან წლებში და როკმაც ასე ვთქვათ და რექტორატიც ასე ვთქვათ ნუ თვალს ხუჭავდა ბერანს. როკ ფესტივალიც იმართებოდა ხოლმე მე მახსოვს. რამდენიმე კაპანაძემ თამაზმა მოაწყდა ეხაც არის რაღაც კონტროლი. ეხა მე ჩამოგითვლით აი მე-60 სკოლიდან ვინ გაიზარდნენ მუსიკოსები რომლებიც დარწმუნებული ვარ ეს მუსიკა რო არ მოესმინათ პროფესიულ მუსიკას არ გაყვებოდნენ. ზაზა მიმინოშვილი ჩემი კლასელი იყო. კაკო ვაშალომიძე, ჩემზე 1 წლით წინ სწავლობდა. ნუ თამაზ კაპანაძე დიდი მოღვაწეა როკის და ასე შემდეგ. ოთარ ბესელიძე, თემურ ხინთიბიძე, ჩემი უმცროსი ძმაც დავღუპე, გია ძაგნიძე, რომელიც ახლა მოსკოვში მოღვაწეობს ბლუზმენი. და ახლა კიდე უკაცრავად ვინც არ მახსენდება, მაგრამ ირაკლი კიკვაძე ასევე. ეხლა დათო მოგიყვებათ, იყო ეს მე-60 სკოლის დაჯგუფება და პირველი სკოლის დაჯგუფების სკოლაში ძალიან ბევრი იყვნენ კაცო, მარტო
შემდეგ რომელიც პროფესიულ სცენაზე წავიდნენ, ესეთი იყო მიშა ფოფხაძე, ახლა მამა მიქაელი. იყო ანსამბლები იყო, მაგალითად კონტრასტი, ფანტასტიკური ანსამბლი იყო მეორე ანსამბლი უფროსი ბიჭების, მე იმათი სამწუხაროდ ანსამბლის სახელი არ მახსოვს, მაგრამ პირველად სკოლაში ეგრე ნახე ერთ უფროსები იყვნენ ჩემზე. და იქ იყო ვოვა მოგელაძე, რომელიც ახლა ამერიკაშია მაგალითად და იქ უკრავს. ესენი არც ერთი არ გახდებოდნენ ალბათ მუსიკოსები, ეს რო არ მომხდარი იყო ეს. თუმცა ეს გააკეთა ამერიკის ხმამ. ამერიკის ხმამ და კიდე იყო თავისუფლება. რადიო თავისუფლება, რომელიცაც კიდე კაი გადაცემა მქონდა. ამერიკის ხმა ყველაზე მეტად მახსოვს, იმიტომ რომ აი ბიტლსების ალბომები პირველად მოვისმინე ყველა ამერიკის ხმით. როგორც წესი ეს იყო ხოლმე აი ზაფხულის ბოლო შემოდგომას და წნეთში ვიყავით ხოლმე და წნეთში ვერ ახშობდნენ. წნეთში და სწორედ მუსიკალურ გადაცემებს არ ახშობდნენ. ერთად პოლიტიკურ, მაგრამ მუსიკალურსაც ახშობდნენ, რომ თბილისში ვერ დაიჭერდით ესე რა და იქ ვისმენდით სულ. აი ეს ისმოდა კარგად. და ის იყო რომ აი ვისაც ჰქონდა სპიდოლა, რომელსაც ჰქონდა 16 მეტრი, ის იყო გადაკეთებული. თუმცა გარდა იმისა, რომ მუსიკა მოგესმინათ, მერე უკვე ორგანიზაციული საკითხები ალბათ გებოდა, იგივე გიტარა ან სხვა ინსტრუმენტიც ადმოგეპოვებინათ, საკონცერტოს და სარეპეტიციო სივრცე. ამ მხრივ რა მდგომარეობა იყო? სად მართავდით კონცერტებს, სად რეპეტიციობდით? აი, ამბობს, ძალიან დიდი დახმარება მქონდა მეც ჩემ სკოლაში. მე პირველ სკოლაში ვსწავლობდი, მე გადავედი მათემატიკურში 52-ში და თავისუფლად სარგებლობდით იმ დარბაზით და ყველაფერი. დირექტორის ხელს გვიწყობდა და სკოლის კლუბებში. აი, რაც შეეხება იმას, რომ ხელშემშლელი პირობები არ იყო, არავინ არ უშლიდა ხელს, სანამ ეს იყო სამოყვარულო დონეზე. საკმარისია შენ გადასულიყავი პროფესიულ დონეზე და თქვათ. ხო არა, იქ კაცრი იქ იყო მკაცრი ცენზურა. აი, რა ცენზურა? ანუ კონცერტის გამართვაზე მაგალითად ვაი, მაგალითად უცხოური პროგრამა შეუძლებელი. უცხოური სიმღერის შეიძლება ყოფილიყო 3 სიმღერა. კვაშალმა გაბედა, მე მგონი July Morning იმღერა ფილარმონიაში ივერიის კონცერტზე და სენსაცია იყო მაშინ. მეორე 75-ში აი სამღეროდა ხოლმე იმას ქვია. ეხა ინსტრუმენტების და დისკების ისტორიას მოვყვები. ეს ეხა დღეს რო სადაც გინდა შეხვალ და რომელ ალბომსაც გინდა ან შემსრულებელს აღარ გჭირდება ინტერნეტში ჰაკერულად. მაშინ ეს იყო ძირითადად დიპლომატების და სპორტსმენების გზით შემოდიოდა და ნუ დიპლომატები პრინციპში ასე ვთქვათ კგბ-ს მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ და ისინი როგორც ირკვევა თვალს ხუჭავდნენ პრინციპში, თორე არ შემოვიდოდა მაშინ ასე. მე მაგალითად ძალიან გამიმართლა იმ ხრო ჩემი კლასელი ეხლა ცნობილი პროფესორი დავით ელია, მამამისი იყო დინამო თბილისის ექიმი და ხშირად დადიოდნენ მაშინ საზღვარგარეთ და ჩამოქონდა და პირველი აი ეს 40 სარაკა პიატკას რო ეძახდნენ ეს help-ი იყო ორი სიმღერა და პირველად ნახე 67 წელს ჩამოვიტანა Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band და ნუ მთელი უბანი და მთელი ნახევარი თბილისი მოდიოდა და ჯერ ნუ იმის თვითონ სხვათა შორის მაშინდელი ალბომები თვითონ გაფორმებაც ძალიან საინტერესო იყო. ანუ ყველა დეტალს მაშინ მე ჩვენ მქონდა სოლიდარობა სხვათა შორის ინსტრუმენტებიც სად იყო და თხოვებით ერთმანეთის ასე ვთქვათ ნათხოვრობით და ასე მართავდით კონცერტებს ერთად ხდებოდა აი გპ-ში ხშირად უნივერსიტეტშიც ხდებოდა. უნივერსიტეტში იყო ფიზიკოსთა კლუბი, სადაც ვიკრიბებოდით ბევრი მუსიკოსი, ვინც უნივერსიტეტში უკრავდა, ხშირად იკრიბებოდა ხოლმე მეორე კორპუსში ფიზიკოსების კლუბში და იქ იყო ნამდვილი ისეთი ამერიკულ-ინგლისური მუსიკის კლუბი და არა ფიზიკოსების კლუბი. გოგონების მოწონებით სარგებლობდით, როგორც ისეთი როკსტარები. ხალხი ცნობდა ხოლმე ქუჩაში. მაშინ აი ერთ რამეს გეტყვით კიდე, საინტერესოს, რომ მაშინ ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ აიღო გიტარა ხელში და აქ ის მომენტიც იყო, რომ თავი მოეწონებინათ. მე როგორც გაირკვა დრო გავიდა და ამ საქმის ერთგული ერთეულები დააჭრა. მე და დათო არა ვართ პროფესიონალი მუსიკოსები. ჩვენ ასე ვთქვათ, პროფესიონალი მუსიკოსს გულისხმობ ხალხი, რომელიც ამით ირჩენს თავს, ხო? მაგრამ ჩვენი ბევრი მეგობარი დაადგა ამ გზას
და ჩვენ ერთად ხშირად მუსიცირებთ, თავს ვიყრით ხოლმე, რაღაც ფესტივალები იმართება, ისინი პატიჟებენ, ასე ვთქვათ, ჩვენც მოვიხმოთ, ну ბოლოს უფრო ნაკლებად. აი, ბოლოს რომელ ფესტივალზე იყავით და რა ხდებოდა? ბოლოს ვიყავით, მე მაშინ აქ არ ვიყავი, თბილისში და აი თამაზ კაპანაძემ 2006 წელს აი ეგ იყო ფესტივალი, ძალიან კარგი. სხვათა შორის ძალიან ცუდი მოხდა რომ არ იყო ჩაწერილი. გამოდიოდა შინი, ჩემი ძმა იყო modern blues band-ი თავის მოსკოველი შემსრულებლებთან ერთად. თამაზო მოახერხა ისო ჩამოიყვანა უცხოეთში. ირაკლი კიკვაძე, რომელიც ინგლისში მოღვაწეობს და არის ერთ-ერთი ძალიან კარგი გიტარისტი. 2003 წელს იყო საუკეთესო blues გიტარისტი ინგლისში. საუკეთესო blues გიტარისტის ნომინაცია ხო მიიღო. შემდეგ მეც მაშინ აქ არ ვიყავი და მეც მომიწვია ჩამოსულ მე და დათო ერთად გამოდიოდით მაშინ ბოლოს და შემდეგ ნუ აი 2009 წელს იყო ვაკის პარკში სხვათა შორის ეგ ჩავწერეთ საბედნიეროდ მე ვიყავი ორგანიზატორი და მოვიწვიე ეს ძველი როკ მუსიკოსი რეზო ჩაჭყიანი, ნუგზარ კვაშალი, დავით ჯაფარიძე, ირაკლი კალმახელიძე, ნუ მაო თავის ბენდით აკო ვაშალოძე ხო ჩვენი ნუ დიდი მეგობარი. ფესტივალებზე საუბრისას უნდა გკითხოთ აუცილებლად 80 წელს ჩატარებული ფესტივალით საბჭოთა კავშირის დროს ერთგვარი რკინის ფარდის გარღვევად აფასებდნენ ამას. ფესტივალზე ვალერი კოჩალოვთან ერთად ეს იყო ბლიცი, რომელიც აი ბლიცი იმიტომ იყო რომ შეიქმნა ფესტივალისთვის. ორი კვირით ადრე ფესტივალამდე და საკმაოდ რა ჯგუფები, ანუ ალბათ მაყურებლისთვის, პრინციპში იგივე ჩვენი თაობისთვის საინტერესო იქნება, რა ჯგუფები უკრავდნენ ამ ფესტივალზე, როგორ ხდებოდა ორგანიზება, ქონდათ თუ არა წინააღმდეგობა? ეს დამსახურება მთლიანად გაიოს კანდელაკის და მასთან ის მუშაობდა იმათი, ეს იყო ძალიან ძნელად გასაკეთებელი ფესტივალი, მე წარმოდგენილი, იმიტომ რომ ეს ყველა ანსამბლები, არც ერთი არ იყო ოფიციალური ანსამბლი, არც ერთი არ იყო ასე ვთქვათ, პირდაპირ მის ყველას მოძებნა უნდოდა. იყო ვთქვათ ბალტიისპირეთიდან სიპოლი იყო ისა რა ქვია გუნარ გაფსის ანსამბლი მაკარევიჩი ყველაზე ცნობილი იყო ყველაზე ადვილი მოსაძებნი იყო მაგრამ მაგალითად ყველაზე სკანდალური გამოდგა გრებენშიკოვის ანსამბლი აკვარიუმი იყო მაშინ რა დატრიალდა სცენაზე ესეთი ძალიან ჯერტი სიტყვები ჰქონდა ძალიან ისეთი მაშინ ესეთ ნატურალიზმი არ იყო, მაგრამ ლაპარაკი უკეთ ეს სიმღერა იყო ლაპარაკი რუს გოგოზე რომელიც ფინეთში დადის რომ იაფად იშოვოს ფული. გასაგებერითი ხო და ამის ისტორია იყო და შემდეგ ეს სკაბრეზული ტექსტები იყო ძალიან თავისუფალი, შოკი იყო აბსოლუტურად, იმიტომ რომ პირველად სცენაზე ფილარმონიაში გამოვიდა ანსამბლი, ღეროდა პირდაპირ იმას ყოველგვარი შეფუქვის გარეშე პირდაპირ. და გარდა ამისა სცენაზე რაღაც აი კოიტუსის მსგავსი რაღაც მოძრაობებიც გააკეთეს და ამაზე ატყდა ერთი ამბავი. ფლეშმობიც ხო, ფლეშმობიც იყო. ამაზე ისეთი ამბავი ატყდა მე რომ ვინც დამსწრე იყო. ხალხს მოეწონა ძალიან კარგად ჩაიგო. მანამდე არ ხდებოდა ხოლმე სანამ კონცერტზე გახვიდებით რაიმე ცენზურა იყო, აი რა სიმღერებდით რა პერსონაჟს გააკეთებდით. რაც შეეხება ქართულ ანსამბლებს, აქ იყო რაღაცა არჩევასავით, ესე იგი რაღაც კომისიასავით იყო, სადაც იყო რამდენიმე კომპოზიტორი ადგილობრივი, სულხან ნასიძე იყო მახსოვს კომისიის თავმჯდომარე. თუ არ მეშლება. თუ ფილარმონიის იყო ხო და იმათმა მოისმინეს ეს ანსამბლები, რომელსაც უნდათ გამოსვლა, ყველას უნდა ამ ფესტივალზე გამოსვლა. აქედან აირჩა რამდენიმე ანსამბლი. მახსოვს ბათუმიდან იყო ანსამბლი გადასარევი მერაბის, კილაძის იყო 75 გამოვიდა, რომელიც აპრიზო ადგილიც აიღო. ვიყავით ჩვენ ქართული ანსამბლები მეტი იდეა იყო, მაგრამ იყო ანსამბლები, რომელმაც ამ ფესტივალის მერე გაიკეთეს სახელი, აი იგივე მაშინებრი ემენი, თქვა, არავინ არ იცნობდა ამ ფესტივალის მერე საკავშირო. ახლა ბევრი ნანა რო არის იმისი, რა ქვია. ბევრი მუსიკოსი გამოგჩა და ბოდიშს მოუხდი ყველას, იმიტომ რომ ბევრი იყვნენ.
მაშინ იმ დროს და ვერ ვიხსენებთ ყველას და არ ეგონოთ რომ დაგასმენელს ემახსოვრება დაწუნებულებს ახსოვს ისინი ყველა და უნდა გკითხოთ აუცილებლად იმაზეც როკი როგორც ესეთი ვიცით არის გარკვეულწილად წინააღმდეგობის მუსიკა ხო ანუ საბჭოთა კავშირში ბუნებრივია ხო მისი არსებობა იმიტომ რომ ბევრი რამე ჰქონდათ რის წინააღმდეგაც პროტესტი იყო საჭირო და ეს გამოხატეთ ხო დღეს თუ ადევნებთ თვალს მიმდინარე მუსიკალურ პროცესებს ან თუ ფიქრობთ რომ როკის სიცოცხლის უნარიანობა ერთგვარად კი ამოწურა თავი თუ რაღაც ახალი ფორმა შეიძლება ჩემი აზრი მაქვს რომელიც არ ვიცი შეიძლება ვიღაც დამეთანხმოს ვიღაც არა მაგრამ მე მეჩვენება რატომღაც რომ ეს ეპოქა დასასრულს უახლოვდება მე პირადად და დათოც ალბათ დამეთანხმება ბედნიერი ვარ რომ ამ ეპოქას შევესწარი ეპოქის ასე ვთქვათ დასაწყის და მასთან ერთად გავიარე მაგრამ ეხლა რომ ვაკვირდები ეს ეპოქა მედის დასასრულსკენ ნუ ესე ხდება საერთოდ არის რაღაც აღმასვლების შემდეგ დამოსვლა და როკ მუსიკა აერთს ვიტყვი კიდე სერიოზული მუსიკა მას მერე გახდა მას იქაც დასავლეთშიც არ აღიქვავდნენ სერიოზულად და ესეთი ის იყო მას შემდეგ სწორედ რაც თქვენ თვითონ ის გახდა პროტესტის და მას საფუძვლად დაედო ძალიან ღრმა პოეზია და ამის ყველაფრის ესეთი კონცენტრირება მოახდინეს ბიტლსმა ხო მარტო ბიტლს არ ინგლისში არა სხვებმაც მაგრამ ამერიკაში იყო ბობ დილანი ხო რომელს ესე იგი ეს იყო მუსიკალური დონეც პოეზიაც არანჟირებაც ეს ხმის ასე ვთქვათ მიქშირების და მთელი ეფექტების ეს ყველაზე დიდი ნოვატორები იყვნენ ეს ხალხი რა ხო მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვათ ძალიან ბევრი იყო ნოვატორი ძალიან ბევრი იყო საინტერესო მაგრამ აი სრულყოფილების კვინტესენცია იყო მაინც ბიტლსები იმიტომ რომ ესეთ სრულყოფამდე ამას წინათ ვკითხულობდი იმის რა ქვია სტივ ჯობსის ბიოგრაფიას რომელიც იყო ძალიან დიდი ფანი ბიტლსების მან მოახერხა ის რომ აი თავის iTunes მაღაზიაში ბიტლსების ყველა დისკი დადო ეს იყო მაგის ოცნება და ის ამბობს რომ მე მაჩუქესო სპირატული ჩანაწერი ბიტლსების სტუდიო ტეიქს ეგრეთ წოდებული ესე იგი ერთი სიმღერა რომელიც ყველა ვარიანტი რაც სტუდიაში ამათმა ჩაწერეს 18 თუ 20 ვარიანტი აი პირველი ვარიანტი გადასარევია ყველა იტყოდა რომ გადასარევი სიმღერაა მაგრამ ბიტლსები არ არის მე-19-ეც არ არის ბიტლსები, თუმცა ბრწყინვალე დაკრული და ნამღერია. აი მე-20-ია ბიტლსები, უკვე სრულად გაშალაში. ესე იგი, ძალიან კარგ დონეზე შესრულებულს არ კმაყოფილდებოდნენ, სან არ მიაღწევდნენ აბსოლუტურ სრულყოფას. აი ეს იყო ბიტლსები. ნუ ნახოთ. მე მინდა გკითხოთ, კი არა უბრალოდ გთხოვოთ, რომ ეს ჩვენი საუბრის დასასრულს შეგვისრულოთ რაიმე, თქვენ რაც გაგეხარდებათ, რომ მაყურებელი მიხვდეს რა მუსიკაზე ვსაუბრობდით და აქვე გკითხოთ, საით შეიძლება თუ არსებობს ჩანაწერები კიდევ ინტერნეტში, რომ მოგისმინოთ მაყურებელმა. აი დათოს ინტერნეტთან დათო უფრო მეგობრობს და ეგ გეტყვით ხაროთ იცით რა ხა რო გითხრათ რომ საინტერესო იქნებოდა ის ჩანაწერები როცა ჩვენ ვიყავით კაი შესახედები ახალგაზრდები ეხლაც მშვენივრად გამოიყურებით მადლობა სამწუხაროდ მაშინ არ იყო არაფერი არც ჩანაწერი არსებობს არც აუდიო ჩანაწერიც კი არ არსებობს თითქმის არაფრის რაღაც ესეთი საერთოდ ის კონცერტი უნდა გავდოთ ძნელია ხო ის კონცერტი აუცილებლად გასაკეთებელია გაკეთებულია ყველაფერი დასადებად ხო აი ჩვენ თავაზობთ ჩვენს Facebook პლატფორმას სადაც ჩვენ გვიძლია ჩვენს მაყურებელს გავუზიაროთ ხო მანამდე კაი იდეა სხვათა შორის YouTube-ზე დევს რაღაცა ჩვენი აი მაშინ რაღაცეები მაგრამ რაღაც სხვა სახელები გვე ვიღაც ხმა შეიყვანეს და არ ქვის ისეთ სახელები რომელთაც მეც ვერ ვარ ეხლა ვინაიდან ბიტლზე არის ჩვენთვის პირადად ჩვენთვის და დათოს და ბევრისთვის ჩვენი თაობის ადამიანებისთვის ყველაზე ნუ სათაყვანებელი ანსამბლი და ამავე დროს გუშინ წინ იყო ჰარისონის დაბადების დღე და თან გაზაფხული გისმეთ ამიტომ ყველა მიხვდება რა შეასაკ Little darling, it's been a long, cold, lonely winter. Little darling, it feels like years since it's been here. Here comes the sun. Here comes the sun. I say it's alright.
since it's been here. Here comes the sun. Here comes the sun. I say it's alright. Here comes the sun. Here comes the sun. I say it's alright. Sun, 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 here it comes. 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 Little darling, I feel that ice is slowly melting. Little darling, it feels that years since it's been clear. Here comes the sun. Here comes the sun. I say it's alright. Here comes the sun. Here comes the sun. I say it's alright. It's alright. გადაგიხადოთ იმედია ჩვენმა მაყურებელმაც ისევე ისიამოვნა როგორც ჩვენ შოთა ძაგნიძე, დავით სულაქველიძე იყვნენ ჩვენთან სტუმრად. ჩვენ ახლა ამ სასიამოვნო ნოტიდან უნდა გადავინაცვლოთ ჩვენს რეალობაში და დაუბრუნდეთ თამთა სანიკიძეს,